გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 51 ადგილზეა. ხვალ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და საკრებულოების 2058 წევრს აირჩევენ. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით. დღეს სრულდება საარჩევნო კამპანია. თაქვსურ შევაჯამოთ წინა საარჩევნო პროცესები. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შეასრულება თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინა საარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე სამართალდაცვა უწყებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის. ხოლო შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. მოხარული ვართ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა იქცა ხელისუფლების რგოლად, რომელიც საზოგადოებაში გამორჩეულად მაღალი დობით სარგებლობს. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის სახელით სურს თხოვოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამორჩევალს გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დაანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს, ან და მის განცხადებულ მიზანს ხარდაჭერა გამოუცხადეს ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალმა, ლელომ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს ხარდაჭერა გამოუცხადეს თელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ ცდილობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. გარდა ამისა, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელ ჩარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4 ნახევარ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეფარდებული საშელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისმგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2012 წლის შემდეგ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერ ძალადობას უმკაცრესი კანონისმიერი პასუხი გაეცემა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთმუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე არავის რჩევთ გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამღები უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. დიდი მადლობა.
თუ არის შეკითხვები მზადურობას. მოგესალმებით, სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო პრემიერო, მინდა გითხოთ იმ თემაზე, რაზეც ახლა საუბრობდით. თქვენგან გაფრთხილება რჩევა იყო ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ. თუმცა აი მაგალითად ოპოზიცია დღესაც ამბობს, რომ ხვალ მათი მხრიდან იქნება სიურპრიზები. აი ახლა თქვენი დღევანდელი ბრიფინგი და თქვენი მთავარი გზავნილი მათი მისამართით, რაიმე კონკრეტულ ინფორმაციებს ეყრდნობა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, თუ საჯარო მოწოდებებიდან გამომდინარე აკეთებთ ამ მიმართვას და მოწოდებას. პირველ რიგში აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე. საჯარო მოწოდებების თანახმად ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შესვლა. ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც არიან ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ეს რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, უკვე ეს განცხადებები თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის ცდელობას, ხო, თავისი შინაარსით. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მრავალი ოპერატიული ინფორმაცია და ერთი რამ შემიძლია გითხრათ ზოგადად. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. და ეს სიურპრიზი დახდებათ მათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი იმოქმედებს მათ მიმართ ძალიან მკაცრად. რაც შეეხება სხვა შეკითხვებს, ეს არ უკავშირდება არჩევნებს, უკავშირდება თქვენს ვიზიტს დანიაში. ჩვენ ვნახეთ თქვენი შეხვედრები, ვნახეთ იქიდანაც გარკვეული გზავნილები, რა განწყობით დაბრუნდით, რა მოუტანა ქვეყანას ამჯერად ამ სამიტში მონაწილეობა. თავისთავად საინტერესო ფორმატია, აქ გვაქვს გამოსვლის საშუალება და რასთავარია, გვაქვს ორმხრივი შეხვედრების გამართვის საშუალება სხვადასხვა ფორმატში. და ამ ვიზიტის დროს ჰქონდა არაერთ ლიდერთან, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც ბუნებრივი აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება კმეითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ეს საუბა გამოხატეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ შესაბამის ლიდერებთან. და ბოლო კითხვა მექნება, დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 51 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს. ეს ევროკომისიის ანგარიში არის ეს მაჩვენებლები და საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ადრეც უსწრებდა. პარალელურად ესეთი ბევრი ანგარიში იყო და ბევრი ინდექსი, სადაც საქართველოს პროგრესია საუბარი, თუმცა მაინც გრძელდება კრიტიკული განცხადებები. თქვენ ხედავთ თუ არა ლოგიკას, თუ არა, რას ეფუძნება განცხადებები, რომელსაც ვისმენთ. მადლობა. ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიში, ყველა რეიტინგში, ყველა ინდექსში საქართველოს არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არა მარტო, ხო, ამ შემთხვევაში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, თუ კი რაიმე კვლევა ეფუძნება ფაქტებს, ყველგან საქართველოს არის მოწინავე. თუმცა ამის მიღმა არის პოლიტიკური ინტერესები, არის ორმაგი სტანდარტები და სწორედ ამის გამოხატულება ის დამოკიდებულება, რასაც ხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მხრიდან, ჩვენ ამიტომ მოუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები, ჩვენ რჩებით მუდმივი მზაობის რეჟიმში. მუდმივად ვართ მზად იმისათვის, რომ გაიმართოს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, რაც უკავშირდება მათ შორის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. მოგესალმებით, ტელეკომპანია პოსტები, ნუცა კოროშინაძე, ბატონო ირაკლი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუცია მიიღეს, დოკუმენტზე ხელმომწერები ითხოვენ კანონმდებლობი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გათავისუფლებას და შეშფოთებულები არიან იმ კანონების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. რამდენიმე გამომსვლელ შორის იყო, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო. რა ფასი აქვს ამ რეზოლუციას, რომ შევაფასოთ? ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერებია,
რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართულ ხალხზე და ეს არის კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც არის დღეს შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, რაც შეეხება ქალბატონ ლიზას, მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი. მოგესალმებით, ტელეკომპანიების თავიერი იზი ბურნაძე. ბატონო ირაკლი, ისაუბრეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით და ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, უშუალოდ გენერლების მოწოდებაზე მინდა გითხოთ. ყურაშვილი გოგავას მიმართვა გავრცელდა და ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციის მოწოდებებს ემიჯნებიან. თქვენი აზრით შეფასება მინდა მოვისმინო, რატომ ემიჯნებიან ამ ყველაფერს და რატომ გავრცელდა ასეთი მიმართვა, თუ კი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციისგან ვისმენდით იმას, რომ ხვალინდელი აქცია არ არის ძალადობრივი და პროვოკაციებზეც საუბრობენ ასევე და აქ თუ არა რაიმე ინფორმაცია წინასწარ მათ როდესაც ამაზე აკეთებენ აქცენტს. Ну, თავისთავად როცა საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ბუნებრივია ძალადობას. ხო, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ გაცხადებული მიზანი აქვს ამ მიტინგს, რომ მათ უნდა სცადონ ქვის რიცხობილების დამხობა ან ძალადობის შეცვლა, რაც თავის თავში კიდევ ერთხელ ვიტყვი გულისხმობს ბუნებრივია ძალადობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია ამ შემთხვევაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამის პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. მათ შორის კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. მოგესალმებით, პირველი არქით ამონაძე კლაური, მე კითხავთ მათ შორის იმ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში თუ საჯაროდაც ვისმენ და ამ შემთხვევაში ეხება თითქოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან გამოსულ ჯერ იყო სქემაზე საუბარი, გასაგებია რომ გაირკვა რომ შემდეგ ის იყო ძველი წლის ინფორმაცია. ასევე გუშინ იყო რაღაც სიებთან დაკავშირებით, თითქოს სპეცრაზმელების სიები გამოიტანეს და შემდეგ ასევე გაირკვა რომ ეს იყო სპეცუბნებიდან სიები. საერთო ჯამში რას ემსახურება მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება? ერთის მხრივ საარჩევნო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე და მეორეს მხრივ მაშინ როდესაც ვიცით პარალელურად აქცია, მიტინგი და რევოლუციური სურვილები. Ну, ეს ყველაფერი აჩვენებს უსურობას, რაც უფევს ზოგადად რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა გამოაცხადეს, მიზანი დაანონსეს, კონსტიტუციების დამხობის ან ძალადობის შეცვლის მიზანი აქვთ გაცხადებული, თუმცა თავადაც ხედავთ, რომ ძალიან ებარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში. აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, რაღაც იაფასიანი მუქარები და ეს შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, 13 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ ასეთ პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციური მცდელობა აუცილებლად ჩავარდება ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში, თუნდაც წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად მოაღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველა გასული წლის მოვლენების შემდეგ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრჩევთ ყველას დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და გაერევიან ესეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას და შესაბამისად ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, ტელეპირველი. რამდენიმე თემაზე მაქვს კითხვა ბატონო ირაკლი. დასაწყისში თქვენ მიმართავდით აქციის მონაწილეებს ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ ამ შეკრებაზე ნოემბერ-დეკემბრის აქციებს გულისხმობ ძალადობის ფაქტები პოლიციელების მხრიდან, რომელთა შორისაც ამ დრომდე არც ერთი არ არის დასჯილი და თქვენი განმარტებით იდენტიფიცირება ვერ მოხდა. თუ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყებების ჩართულობა პროცესში, თქვენ მოუწოდებთ თუ არა პოლიციელებს, რომ ასევე დაიცვან ადამიანის უფლებები
და იქ შეკრებილთა უფლებები და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა, რომელსაც ახლა ასახელებთ, თავარ პრობლემად, რის გამოც მოძალადეები ამ დრომდე თავისუფლები არიან, რა იქნება ხვალ? მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ექნება თუ არა პოლიციის თანამშრომლებს და მათი გარჩევა რომ მოხდეს, იდენტიფიცირება რომ მოხდეს, ამისთვის რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მთავრობამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენ არა მხოლოდ მოუწოდებთ, არამედ კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ ბუნებრივია სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყვან კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდებაც. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე თქვენ ვიდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა საზრუნავი ამ შემთხვევაში არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავბირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით 3%-ის იდენტიფიცირება, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი. მოძალადე პოლიციელების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში აქცენტს გავაკეთებ, ნება მიბოძე დღეს აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ მოძალადე პოტენციურ მომიტინგეებს. ნება მიბოძეთ მე აქცენტი გავაკეთო მოძალადე პოლიციელებზე, რომელთა შორისაც არც ერთი არ დასჯილა. რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მათი იდენტიფიცირება მარტივი იყოს? კითხვას გისვამთ. ეს შეგნებულად დღეს ამ თემაზე არ ვისაუბრებ, დღეს აქცენტს ვაკეთებ მხოლოდ მოძალადე მომიტინგეებზე და მათ იდენტიფიცირებაზე. ეს არის ჩემი ვერა პასუხს რომ არაფერი გააკეთეთ მაშინ. არა, თუ შეიძლება გითხოთ ხვალ ჩემი პასუხია რომ დღეს აქცენტს ვაკეთებ მხოლოდ პოტენციურ მოძალადე მომიტინგეებზე. ხვალ არის ორგანიზატორების მიერ დაანონსებული მშვიდობიანი რევოლუცია, ასეთი სახელი აქვს და ვინც ამ პროცესში მოქალაქეებს მოუწოდებს რომ გავიდეს რუსთაველის გამზირზე, ამბობს რომ ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი და კანონიერი და არაპირებენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ. თუ პროცესი იქნება მშვიდობიანი, თქვენთვის არაფერს ნიშნავს რომ შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული აქციის მონაწილეები საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. რევოლუცია იქნება თუ მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, ეს იქნება პროტესტი და ალბათ ელოდებით რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადგება რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. ამას არ ველოდებით ეს ერთი. თქვენ როგორც ამას არ ველოდებით რა თქმა უნდა. ქართული ოცნების რეაქცია თუ რეაგირება რა არის საზოგადოების პროტესტზე? პირველი, რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს, ეს არის როგორც დეფინიცია ტყუილი. თუ ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი, ხო? ხან 50 კაცი იკრიბება, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150, ერთ-ორჯერ 300 მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. საზოგადოება ხვალაც ნახავთ, გამოვა და 100,000-ობით ჩვენი თანამოქალაქეები მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას. ეს არის საზოგადოების ნება. საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი. თავისი არსით, არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ ანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონდა დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან. ერთი კითხვა ასევე მაქვს თქვენს ვიზიტზე, რაზეც უკვე ისაუბრეთ, კადრები, რომელიც გავრცელდა, ასახავს თქვენს გასაუბრებას მაკრონთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, მაინტერესებს რაზე ისაუბრეთ. და ევროპელი ლიდერებს შორის, რომელთა მხრიდანაც, რომელთა მთავრობები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ, რამეზე საუბარი მოახერხეთ თუ არა? გადატვირთვის ეტაპი, რაც თქვენთვის ასეთი საოცნებოა, შეიძლება თუ არა დაიწყოს თქვენი ამ ვიზიტის შემდეგ? თქვენ ხვდებით ალბათ, რომ კალათბურთზე არ მისაუბრია ბატონ მაკრონთან, საუბრობდით რა თქმა უნდა პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ხო, ისეთ კითხვას მისვამთ, შეგიძლიათ მითხრათ იმედით ჩამოხვედით, რომ გადატვირთვა დაიწყება? ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე ლიდერთან, მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ევროკავშირის შორის, დანარჩენი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ქმედით ნაბიჯებზე. ჩვენი ზოგადი გზავნილი, ჩვენი რა თქმა უნდა ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას.
ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ. იმასთან დაკავშირებით, რომ გსურს ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. რაც შეეხება დეტალებზე ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ. ეს ის პასუხია, რასაც ვისმენ ხოლმე თქვენი მხრიდან და ამიტომ მაინტერესებს, როცა პირისპირ საუბარი გქონდათ. ამას გარდა ისე იყო რაიმე პირისპირი შეხვედრა, თუნდაც სხვა ევროპელ ლიდერთან შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელიმე ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც პირისპირი საუბარი. თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც ჰქონდა გასაუბრება ბატონ კოშტასთან. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან ჰქონდა საუბარი და ყველგან საუბრობდით ამ საერთო გზავნილით. ჩვენ გვინდა გადადურთვა და გვინდა ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო. ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. და როცა რაიმე ქმედით ნაბიჯებზე საუბრობთ ორივე მხრიდან, თქვენ რა გაქვთ მოაზრებული თქვენი მხრიდან გადასადგმელ მაგალითისათვის ნებისმიერ დროს მზად ვართ გახსნილი ღია შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში იმისათვის რომ განვიხილოთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. იმედი გვაქვს რომ ანალოგური ნაბიჯი გადმოიდგება მათი მხრიდანაც. ნებისმიერ დროს მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის. ბატონო ირაკლი, ბესარიონ ალავიძის ჩანაწერს ან მის შესახებ თუ მოისმინეთ, თუ უსმინეთ, საკმაოდ სკანდალურია. ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მონაწილეობით. ის შემდგომ პირდაპირ ეთერშიც საუბრობდა იმ ზეწოლაზე, რომელსაც თავად განიცდიდა მოსამართლეთა კლანის მხრიდან, რომელთა უკან ასევე იდგა ბიძინა ივანიშვილი. ასახელებს კონკრეტულ საქმეებს, რომელზეც იყო პოლიტიკური მოტივი და იმასაც ამბობს, რომ ზეწოლა იყო იმდენად დიდი, რომ მას ის ლამის თვითმკვლელობამდე მივიდა. თქვენ რა პასუხი გაქვთ სამართლიანობის აღდგენით მოსული ხელისუფლების 13 წლის თავზე? ეს არის რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ჩანაწერი და ახლა აქციის წინადღეს გაახსნა ვიღაცას პასუხი უკვე გაეცა ყველა დეტალს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიპლომთან პრობლემა, ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა და განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს. ხო, არ არის საინტერესო, 3 წლის წინ უკვე გაეცა პასუხი ამ ინტერვიუს, რომელიც ახლა ამოქეკეთ 3 წლის თავზე, ხო, აქციის წინადღეს. რა მნიშვნელობა აქვს, როდის ხო, ან კაცი ყოველს ამბობს. თუმცა ამ ამბავს რაიმე სიმძაფრეს უკარგავს, რა საქმეებზეც საუბრობს. არავითარი დასტური არ აქვს. და ამას პასუხი გაეცა 3 წლის წინ. თვითონ რას ამბობს, რა მნიშვნელობა? არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ კლანის ლიდერები მას აიძულებდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. რა ჩანაწერი? მან გუშინ ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მის ამ ამბობს დაადასტურებდა. სად არის ჩანაწერი? ჩანაწერი რომ გამოაქვეყნოს, თქვენ რა პასუხი გექნებათ? სად არის ჩანაწერი, კაცო? ჯერ ნახეთ, როდესაც საუბარია ხოლმე სასამართლოზე. და თვარსები ეს ადამიანი მონაწილეობდა რუსთავიორის საქმეში, ხო? თვარსები. ფორმე შეიძლება. რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისე როგორც სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. და ეს კაცი ახლა რას ამტკიცებს? რომ თვითონ უნდა და უსამართლო გადაწყვეტილების მიღება რუსთავიორის საქმეზე და ვიღაცა აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. უკვე ნახეთ რამხელა აბსურდია ეს კაცის შესული. იყო საუბარი, რომ სტრასბურგამდეც თითქოს დაალაგებული იყო სტრასბურგის დაალაგებული. ბატონო ირაკლი, ძიმე ბრალდებები არის ძიმე და არა მხოლოდ რუსთავიორს არის. ეს ბრალდება არასერიოზულია, თქვენ შეიძლება მიიჩნიოთ ასე, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მაინტერესებს რამდენად არის სიმართლე. ის რასაც ყვება ყოფილი მოსამართლე. ძიმე ბრალდებების გამო გამოძიება მაინც არ უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რომ გავიგო კლანი მართლა მართავს, ბიძინა ივანიშვილი მართლა მართავს კლანს, შეთანხმებულია და ეს საქმეები, რომელზეც თქვენ ამაყობთ, რომ სტრასბურგმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თუ სხვა საქმეები მართლა სამართლიანად წარიმართა და ეს ადამიანი იტყუება. ეს კაცი ამტკიცებს, რომ უნდა და უსამართლო გადაწყვეტილების მიღება და ვიღაცა აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ამას ამტკიცებს და ამაზე მეტი სისულელი რა უნდა ამტკიცოს კაცი. რუსთავიორის საქმე არ არის ერთადერთი და სხვა საქმეებზეც საუბრობდა. ის აქცენტს აკეთებდა ამ დროს რუსთავიორის საქმეზე. და კაცი ამტკიცებს, რომ უნდა და უსამართლო გადაწყვეტილების მიღება და ვიღაცა მის აიძულა რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ხეგეთ აბსურდში როგორ უნდა შევიდეს კაცი. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა? რაზე ამაზე, რომ ვიღაცა აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების არა, იყო თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე. თან ბესარიონ ალავიძე არ ყვება რომ მხოლოდ მასზე იყო ასეთი ზეწოლა და სხვა მოსამართლეებს ასახელებს
ნახეთ ვისაც ასე ავალებდნენ. ეს არის სერიალი ტყუილები. თავის დროზე იყო გაცხადებული ფაქტი. ეხლა მე ერთ რამეს თქვენი არ გჯერა. ვის უნდა დაგუჯეროთ? გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა? ერთ რამეს გეტყვით. იყო თავის დროზე გაცხადებული ფაქტი. როდესაც კონკრეტული საქმის განხილვა გვარამიას საქმის განხილვა მოსამართლეზე ერთ-ერთი საელჩო წარმომადგენელმა პირდაპირ ზეწოლა განახორციელა, დაიბარა მოთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმეზე და მერე ვიზიტი გაუქმა, ანუ პირდაპირ ზეწოლა განახორციელა ამის გამო. და მაშინ არ კონკრეტული ფაქტის პირობებში პარალელია. რა თქმა უნდა პირდაპირ ზეწოლა იყო. თქვენ მოითხოვეთ მაშინ გამოძიების დაწყება. ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, იმ მოსამართლეზე რამე ზეწოლა იყო, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო ისეთ როგორც საელჩოს უნდა და საქართველოს კონსტიტუციაში სისხლის სამართლის დანაშაული იყო მაშინ რაც მოხდა. სისხლის სამართლის დანაშაული იყო რაც მოხდა და ამაზე არსებობს ფაქტი და მტკიცებულება და თქვენ ამაზე არ მოგითხოვიათ გამოძიების დაწყება. გასაგებია ხო რაზეც გეუბნებით და აქ სისულელეზე უნდა დაიწყოს გამოძიება ამას ამტკიცებთ. კარგი. მივიღე პასუხი. ბოლო კითხვა მაქვს, ისევ დავუბრუნდებით ხეს ვიზიტს შეიძლება ტყუილია თუ სიმართლე ეს მოქალაქეებმა უნდა განსაჯონ და ამისთვის უნდა არსებობდეს შეხვედრა რომელიც გამოიწვიებს და ირაკლი კობახიძეს მთავრობის მეთაურს მე არ უნდა გუჯერებდე ხომ გამოძიება ამისთვის მოქალაქეებს რომ ჯერათ ამიტომ გამოვლენ ხვალ და 65%-იანი რეიტინგი გვაქვს ამას აჩვენებს ხონდელი არჩევნები. ბატონო ირაკლი გერმანიასთან დაკავშირებით მაქვს ბოლო კითხვა და მადლობა კანცლერის გვერდით იყავით გუშინ აი ამ შეხვედრაზე ამ სამიტზე ქონდა თუ არა შეხვედრა ან საუბარი იმიტომ რომ გერმანიასთან დაკავშირებით თუნდაც გერმანელ დიპლომატთან დაკავშირებით თქვენი პრეტენზია ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი და დაიბარეთ კიდეც საგარეოში ქონდა თუ არა ამ თემაზე კომუნიკაცია ნუ გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისის შემთხვევა სადაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფერგლეთ დარჩენი ასე მოხდა. შემიძლია ფაქტი გითხრათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ იყო, ამაზე თქვენ შეგიძლიათ იმშალოთ. თქვენ ინიციატივა ჰქონდათ და ის არ გამესაუბრებს თუ ამაზე თქვენ იმარჩიელეთ, ეს არის ჩემი მოწოდება. არა, მნიშვნელოვანი საკითხი არის, მეც გავაგრძელებ გელა ბოჭკაშვილი რადიო თავისუფლება. პრინციპში შემემსუბუქეს კოლეგებმა საქმე და რაღაც კითხვები დასვეს. ამ საკითხზე მეც მქონდა კითხვა, თქვენ არ იყავით ინიციატორი, მისგან არ მოდიოდა ინიციატივა თუ რა ხდებოდა გუშინ გერმანიის წარმომადგენელთა შეხვედრაზე და ასევე მაინტერესებს ლიდერებთან, რომელზეც თქვენმა პრესამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 30-მდე ქვეყნის თუ თქვენ კომენტარი იყო მე 30-ზე მეტი ლიდერია. აი რომელი ქვეყნების ლიდერები იყვნენ, ქვეყნები რომ გამოყოთ ნახეთ ფორმატი არის დახურული. და ვინ იყო? კი ბატონო, მე არ გესაუბრებით შინაარსზე, მე გესაუბრებით რომელი ქვეყნის ლიდერები იყვნენ, თქვენ იყავით ინიციატორი, ისინი იყვნენ თუ როგორ მოხდა მათთან კომუნიკაცია? ნახეთ არის დახურული ფორმატი, არის ძალიან თავისუფალი ფორმატი და მარტივია კომუნიკაცია ადამიანებთან და ასე დროს ხვდები უამრავ ადამიანს, ზოგს ესაუბრები ვახშამზე, ზოგს ესაუბრები შესვენების დროს, ზოგს ესაუბრები როცა გვერდზე გიზის და ასე შემდეგ. ეს არის ფორმატი. 30-ზე მეტ ლიდერთან იყო საუბარი სხვადასხვა თემაზე. დარჩენ დეტალებს ვერ გავშ, მათ შორის სახელებს და გვარებსაც. ნუ ერთგვარი დავასახელე, იმიტომ რომ ფოტოზე მოხდა, მეორეგვარი დავასახელე, მაგრამ ამ დეტალების თქმა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ არის დახურული ფორმატი. გერმანიის კანცლერს რატომ ვერ გამოესწორებთ? თქვენ გვერდით იჭდა. დიახ, აი ნახეთ, ანუ თქვენ თქვით რომ ერთ-ერთი მე გითხარით ფაქტი რა იყო? მე ხო ფაქტი არ დავიმალავს. ფაქტი იყო ის, რომ შემოვიფარგლეთ მისალმებით, კარგი მისალმებით. ამის მიღმა საუბარი არ ქონია და დარჩენი არ არის საინტერესო. ხელი ხომ არ შეგიშალათ გერმანიის ელჩის მიმართ არ შეუშლია ხელი ზოგადად რაც ხდება გერმანიის ელჩის გარშემო ეს არის რა თქმა უნდა ტრაიგული მისი პოზიცია არის ძალიან ტრაიგული კაცი არის ხაზარაძის მდგმური და პირდაპირ გამოხატავს ხარდაჭერას შესაბამისი პარტიის მიმართ რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება დიპლომატიურ სტანდარტებს არაფერში შუაში არ არის ბატონ მერცთან საუბრის თემასთან ხომ ამ საკითხზე ბოლო კითხვას დამაზუსტებულ კითხვას დაგზავნოთ ხომ არ შეგიშალათ ხელი იმ კომუნიკაციამ იმ საჯარო განცხადებებმა რომელსაც ქართული ოცნება აკეთებდა გერმანიის ელჩის არაფერში შუაში არ არის ჩვენ აქაც მზად ვართ რა თქმა უნდა გახსნილი კომუნიკაციისთვის დისკუსიისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით ეს არის ჩვენი პოზიცია. კი ბატონო, დაუბრუნდებით დღეს ძირითადი აქცენტი რა საკითხზეც გაამახვილეთ, ეს იყო აქცია, რომელიც მოსალოდნელი არის ხვალ 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად. თქვენ ახსენეთ პატარა სიურპრიზებს, დახვდება დიდი სიურპრიზიო. ასეთი წინადადება გამოიყენეთ. ხო, თითოეულ პატარა სიურპრიზს დახვდება თითოეული დიდი სიურპრიზი. ანუ რა ძალის გამოყენებას აპირებთ?
ეს კითხვა მაინტერესებს იქნება თუ არა თქვათ იმ ფორმის ან იმაზე უფრო მძიმე საშუალების გამოყენება როგორიც იყო თქვათ ქუჩაში აქტივისტების ცემა და ამას დამატებული ჟურნალისტებიც მოყვნენ სამართალდამცავების ხელში არაერთი იდენტიფიცირებადი ჟურნალისტი. ანუ რას უნდა ველოდოთ ხვალ აი ამ დიდ სიურპრიზში რომელიც თქვენ დღეს დაანონსეთ. თქვენ გახსოვთ წინა აქციების დროს იყო 3 ინციდენტი საკმაოდ მძიმე. არა, ბევრი იყო. არა, 3 იყო, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. ასეთ იყო 3. მაგალითად იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, იყო რუსთაველს გვარი არ ვიცი. ხაბიაშვილის შემთხვევა, ასეთ 3 მახსენდება, ხო, ასეთი და ნუ იყო ასევე ზემოთ თორსები დევებირველის ჟურნალისტის მიმართ, ოღონდ ეს არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, 3 შემთხვევა იყო. კიდევ რომელი გახსოვთ? ასეთი იყო 3. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი არ მოხდეს. ასეთი ინციდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ხო? აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ასე იყო წინა შემთხვევაშიც, ხო? მხოლოდ მოძალადეების ინტერესებზე დაასხა წყალი. ამ ინციდენტებმა აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. დანარჩენი რაც შეეხება ძალის გამოყენებას. გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დაჭირდება კანონის დაცვას. მაქსიმალურ ძალას. ამ საკითხზე სულ ხშირად ვსვამ ხოლმე კითხვას. დაუჯერებლობის განცდა ხომ არ აქვთ იმ სამართალდამცავებს, რომლებიც იყვნენ თუნდაც თქვენ სამსამბობთ, მაგრამ გაცილებით დიდი რაოდენობა იყო. ვინც იყვნენ ამ ძალადობაში ჩართული, დაუჯერებლობის განცდა ხომ არ ექნება და თუნდაც ის რომ აქამდე არავინ არ დასჯილა, მათ ხომ არ აძლევთ ასე თქვით გასახანს, რომ ხვალაც გამოიყენონ ძალა, იმიტომ რომ შესაძლოა კი არა და დიდი ალბათობით ალბათ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება და თქვენი მთავარი არგუმენტი ალბათ ეს იქნება, რომ სამართალდამცავების იდენტიფიცირება ვერ ხდება და ამის გამო ვერ აკავებთ. ეს იყო ყოველ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარი მიგნება ამ გამოძიებებში, რომ იდენტიფიცირება ვერ ხდება. ან თქვენ რას გამოიყენებთ, ანუ რა საშუალებას გამოიყენებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალის გადამეტება და არ მოხდეს ჟურნალისტებზე ძალადობა ხვალ. ძალიან კაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი წყევების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა. შესაბამისად მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, ნებისმიერი არასწორი ქმედება, ნებისმიერი არაპროპორციული ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა, ამაზე ვიღებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა პოზიცია ამასთან დაკავშირებით. და პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება თქვენ? თუ ვერ დააკავეთ, აი იგივე შედეგი თუ დადგა და ვერავინ ვერ დააკავეთ. თუ იქნება ექსცესები, რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და ვეცდებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თუ დანაშაული იქნება ჩადენილი მის გამოვლენას და ბუნებრივია საკითხი დადგება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისათვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები. რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3%, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში. საუბარი დაიწყეთ ბოლო კითხვა მაქვს. საუბარი დაიწყეთ ეს ხვალინდელ არჩევნებზე საუბარი და შემდეგ უკვე გადახვედით აქციებზე. არჩევნებზე მინდა აუცილებლად დაგისვათ კითხვა. არ ვიცი თუ არა თქვენ კონკურენტული გარემო ახსენეთ თუ არა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. არ მახსოვს უფრო სწორად. იყო არის თუ არა ეს არჩევნები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს თუ არა. და რა შეგიძლიათ თქვა თუნდაც იმაზე, რომ ის ორი შედარებით დიდი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გასულ არჩევნებზე გადალახა 5%-იანი ბარიერით, სესკოს მონაცემებს გულისხმობ გახარია საქართველოსთვის და ლელოძლიერ საქართველოს. ორივე პარტიამ რთული ოცნების ინიცირებული კანონით დაკარგა დაფინანსებას, დაკარგა უფასო სარეკლამო დროც. რამდენად კონკურენტული გარემო არის ეს, როცა ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც შედარებით უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში, დაიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, არ ეძლევათ საშუალება მიაწოდონ რეკლამის სახით საკუთარი დაპირებები ამ მრჩეველს. მათ დაფინანსება და საეთერო დრო დაკარგეს საბოტაჟის გამო.
ეს იყო საბოტაჟი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათ დაკარგეს ამის გამო, როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო. კეთილი ენებად, პატივი ეცად კანონმდებლობისთვის, კონსტიტუციური სისტემისთვის, კონსტიტუციური წყობილებისთვის და ექნებოდათ როგორც დაფინანსება, ისე საეთერო დრო. თუმცა მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეს არის მათი არჩევანი. ეს არის დემოკრატია, მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი მათ შორის საბოტაჟთან დაკავშირებით, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ საბოტაჟზე კანონს ექნება შესაბამისი პასუხი. ამ შემთხვევაში პასუხი იყო დაფინანსების და საეთერო დროის დაკარგვა. ერთი კითხვა აუცილებლად მინდა გისვათ, იმიტომ რომ არჩევნების წინ არ მექნება საშუალება კიდევ თქვენთან შეხვედრის. ხშირად შევხვდებით არც. კი ბატონო, მიხარია, იმედი არ მომიწევს კითხვები ჟურნალისტების ძალადობის შესახებ, რომ დავსვან. ეხლა კითხვას დავსვამ, რაც მქონდა მონიშნული თქვენამდე სანამ მოვიდოდი. ბოლო პერიოდში, ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეთ არაერთი მაღალჩინოსანი კორუფციასთან შემხებლობაში, მათ შორის იყო რომეო მიქაუტაძე, კიდევ იყო ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც მონაწილეობდა ტენდერებში, რომლის კომპანიაც მონაწილეობდა ტენდერებში. ეს ამ ადამიანების შესახებ სტუდია მონიტორს გავიხსენებ, ერთ-ერთ მედია ორგანიზაციას და კიდევ პირველიც იყო თუ სწორად მახსოვს, ამზადებდნენ საგამოძიებო მასალებს და მიუთითებდნენ იმ სავარაუდო დარღვევებზე, რომლის გამოც დღეს საპატიმროში არიან. ეს მედიები, განსაკუთრებით სტუდია მონიტორი, დღეს არის, ასე ვთქვათ, დახურის ზღვარზე. თუ ეცნობით მათ სხვა გამოძიებებს და თუ იყო ეს საბაბი მათ გამოძიებაში მოყოლილი ამბები, თუ იყო საბაბი იმისთვის, რომ დაწყებულიყო გამოძიება და რა შეგიძლია გითხრათ ზოგადად მათ მიერ მომზადებულ გამოძიებაზე, რამდენად გეხმარება თქვენ იმისთვის, რომ გახვიდეთ კვალზე. მადლობა. პირველ რიგში მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიზნესმენმა გააკეთა კონკრეტული განცხადება მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით და იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოში ვებრძოლოთ კორუფციას და მას ვაკეთებთ წარმატებით. მათ შორის შეიცვალა არაერთი მიმართულებით პრაქტიკა საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების საქმიანობაში. ეს ეხება მათ შორის შესყიდვებს, ეს ეხება პრივატიზაციის საკითხებს, გამჭირვალობას, ჩვენი გადაწყვეტილების გამჭირვალობას და ასე შემდეგ. და ეს შეეხო მათ შორის წარსულში განხორციელებულ ქმედებებს და ამისათვის კონკრეტული პირები უკვე არიან მიცემული პასუხისმგებაში. რაც შეეხება თანამშრომლობას ნებისმიერ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ცდილობს კორუფციული ფაქტების გამოვლენას, არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შენიშვნა მივიღოთ მთავრობის დღევანდელ და ხვალინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამისათვის გავასაჯაროეთ მთავრობის ყველა აქტი. გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის დამტკიცების დღიდან მოყოლებული, ყველა აქტი არის საჯარო. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ამოიღო ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება და თუ ნახავენ სადმე კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ ნებისმიერ სუბიექტთან, ვინც კი დაგვეხმარება ჩვენ კორუფციის გამოვლენაში, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის. იქნება ეს მთავრობის დონეზე, იქნება ეს უწყებრივ დონეზე, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თუ ნებისმიერ დონეზე, დღევანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ხვალინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის, ვინც დაგვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში, ყველას დახმარებას და მხარდაჭერას მივიღებთ. ნებისმიერი სუბიექტის მხარდაჭერას მივიღებთ. გამარჯობა ბატონო ირაკლი, ტელეკომპანია ფორმულა, ნანო ჩაკვეტაძე. 4-თან დაკავშირებით დაიწყეთ თქვენი ბრიფინგი, შეკითხვაც ბევრი დაისვა, მე მინდა იმავე თემაზე გკითხოთ. ქვეყნის დატოვებას ხომ არ აპირებთ, თქვენს ოპონენტებს, მათ შორის მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს აქვთ თხოვნა, რომ იქნებ მოიცადოთ 5 ოქტომბრამდე, არ დატოვოთ ქვეყანა, ხომ არ გაქვთ რამე მსგავსი გეგმაში? ძალიან საინტერესო შეკითხვა. გუშინ ჩამოვედი დანიიდან. დიდი ხანი არ მიწევს ქვეყნიდან გასვლა, ეს არის რაც შემიძლია. გითხრათ სერიოზულად, ხო შემეძლო ხუმრობით მეპასუხა, თუმცა ალბათ შობია რომ სერიოზულად გეპასუხოთ. ბიძინა ივანიშვილი ხომ არ აპირებს? მან ვინმეს არ მოუწიოს ქვეყნის დატოვება საშელის შეშით. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს მიმართ. პროტესტთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, ჩვენმა კოლეგამ რუსომ ისედაც იკითხა. 310 დღეა პრაქტიკულად მოქალაქეები დგანან ქუჩაში. თქვენთვის რაიმე მარკერი არ არის ის, რომ 310 დღეა მოქალაქეები კეტავენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. მეტიც, თქვენივე კვადრატში, ხომ? კახაკალაძის საარჩევნო შტაბი გახდა პრაქტიკულად მთლიან პროტესტის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი. ისე ვერ მისულა იქ კახაკალაძე, ვერც ბექაუდიშარია, ვერც თქვენ ვერ მიხვალთ ალბათ, რომ იქ არ მოეწყოს საპროტესტო აქცია
რაიმე ფორმით, ხო? მაინტერესებს თქვენ რითი ზომავთ? საუბრობდით წეღან 65%-იან რეიტინგზე, რითი ზომავთ გორბის კვლევას ეყნობით? თუ რა არის თქვენთვის მეტი საზომი, რა სჭირდება ხელისუფლებას, გაზომოს საზოგადოების განწყობები, როცა ხედავთ, რომ პრაქტიკულად არსად არ მიგესწრებათ პროტესტისა და აქციების გარეშე? ერთი გორბის კვლევით არ ხელმძღვანელობთ, ხო? ჩვენ ერთადერთი რამით ხელმძღვანელობთ, ეს არის არჩევნების შედეგები. და წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ხმა. როცა ღილაკებს დაიჭირა ხელი და მოიბეჭდა საარჩევნო უქმები, დაფიქსირდა 1,100,000 ადამიანის ხარდაჭერა. ეს არის თავარი საზომი. და როდესაც 1,100,000 ადამიანის საბრძოლეთ 120 ადამიანი დგას, გნებავ თბილისის შტაბთან, გნებავ რუსთაველის გზა გამზირზე, ეს თქვენთვის უნდა იყოს, მე მგონი, ეგრეთ წოდებული მარკერი, როგორც თქვენც აღნიშნეთ. მადლობა. არ არის. ძალიან მოკლედ გეტყვით, საერთოდ არის საინტერესო რეზოლუცია. უკვე გიბასვით. ძალიან. არათუ საინტერესო არ არის, ძალიან უინტერესოა. მადლობა. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ხვალ არის თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 64 ღმერთს და საკრებულოების 2058 წევრს აირჩევენ. საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ანუკი ჩხიკვაძე მოისმინა ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი და უფრო მეც მისგან გავიგებთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის იმისათვის, რომ ხვალ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს მასშტაბით მაღალი ხარისხით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატაროს. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უწყება მათ შორის მზად არის იმ სავარაუდო პროვოკაციებისთვისაც, რომელთაც ბოლო დღეებია ოპოზიცია და მათი რადიკალური ჯგუფები ანონსებენ. გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ამ კუთხით საარჩევნო ადმინისტრაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა დამატებითი მემორანდუმი, რათა ასეთი პროვოკაციების პრევენცია სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ისევე როგორც შარშან წელსაც თვითმმართველობის არჩევნებზე ფარულობა იქნება მაქსიმალურად დარცული, თუმცა იმისთვის, რომ კონკრეტულ ჯგუფებს ამ მხრივ სპეკულაციებისთვის სივრცე აღარ დარჩეთ, ცესკომ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ხმის მთვლელ აპარატზე განთავსებული იქნება დამატებითი ქაღალდის სპეციალური საფარი, რაც ზევიდან დაიცავს მოქალაქეების ფარულობას, მაშინ თუ ისინი სწორად ვერ მოათავსებენ ჩარჩო ფორმაში ბიულეტენს ან მარკერის გამოჟონვის შემთხვევაში, რისი ალბათობაც ისედაც მინიმალურია. კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც კომპეტენციის ფარგლებს უწყებებს შორის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არცეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ქონდეს ადგილი, როგორც მინიმუმ იყოს პრევენცირებული, როგორც გასულ წელს, ისევე მიმდინარე არჩევნებისას ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ გასულ წელს სპეკულაციური შეფასებები და უსაფუძვლო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონის კვალი თითქოს იძლეოდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ვისმის ამორჩეულმა, მაგრამ ეს საბედნიეროდ არ ყოფილა, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ რომელიმე იზოლირებულ შემთხვევაში თუნდაც სადმე დაირღვა ამომრჩევლის ნება, მივიღეთ ზომები ვენდორ კომპანიასთან ერთად, ხმის მთვრელ აპარატზე განთავსებული იქნება ქაღალდის სპეციალური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩარჩო ფორმაში თუნდაც არასწორად მოთავსების შემთხვევაში ან მარკერის კვალის უკანა მხარეს გამოჟონვის შემთხვევაში არ იყოს სივრცე იმისთვის, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება განხორციელდეს. ვინ შეიძლება იმაზე მეტად კომპეტენტური და პროფესიონალი იყოს, თუ არა და საარჩევნო ადმინისტრატორები, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, რომელიც ჩამოთვალე, ეს ადამიანები, ეს დელეგატები იმყოფებიან ქვეყანაში. ხვალ საქართველოში საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას მათ ცესკოს თავმჯდომარე პირადად მიაწვდის. საქართველოში წინა საარჩევნო პროცესს სადამკვირვებლო ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ, მათი განცხადებით იყო კონკრეტული ფაქტები, თუმცა საერთო ჯამში წინა საარჩევნო პროცესში მშვიდ გარემოში წარიმართა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დავაკვირდებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 130 უბანს.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, აღნიშნულ პერიოდსაც დავაკვირდით, შესაბამისი დასკვნაც მომზადდა, გამოვლინდა რიგი დარღვევები, ხა იყო დარღვევები სააგიტაციო მასალის, ესე ვთქვათ, დაზიანება, გადაფარვა, იყო დაპირისპირება თბილისის მერის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან და ასევე იყო ლელო ძლიერი საქართველოს მერობის კანდიდატის მიმართ ასე ვთქვათ, კვერცხის სროლის მცდელობა. მთლიანად რომ შევაჯამოთ ეს წინასაარჩევნო პერიოდი, მიმდინარეობს 7 წყნარ გარემოში მეტნაკლებად. ორგანიზაცია საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება საქართველოს მასშტაბით დააკვირდება 100 დამკვირვებლით, შესაბამისად დააკვირდებით 100 უბანს, მათ შორის არის თბილისი, გორი, რუსთავი და სხვა დიდი ქალაქები. ყოველწლიურად ჩვენ ვაქვეყნებთ როგორც შუალედური დასკვნით საბოლოო ანგარიშს, წელს უკვე გამოქვეყნებული გვაქვს შუალედური ანგარიში, დასკვნითი ანგარიში გამოქვეყნდება 4 ოქტომბრის შემდეგ. ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩევლთა მისაღებად, კენჭისყრის პროცესი კი დილის 8 საათიდან დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ. პირდაპირ ეთერში ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა. 4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია არეულობის გეგმა და დეზინფორმაცია. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება. მათივე თქმით, ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს მათი თანამოაზრეებიც კი ემიჯნებიან. მაკუნა აბულაძეა თემით პირდაპირ ეთერში. ძალადობრივი გეგმების განხორციელებას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება და ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა რადიკალებისთვის ახლა სწორედ რესურსის არარსებობა. ამიტომაც არის, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრეც კი ისინი მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისთვის ეხვეწებიან. ბოლო პერიოდში ეს გახდა ალბათ მიზეზი იმისაც, რომ ყალბი რეალობის შექმნას ცდილობენ და მიზანმიმართულად ავრცელებენ არაერთ დეზინფორმაციას. ასე იყო მაშინაც, როდესაც შაიშმელაშვილის მიერ წლების წინ დაწერილი სცენარი გაავრცელეს და ასე იყო გუშინაც, როდესაც სპეცრაზმელების შესახებ ცესკოს სპეციები გამოაქვეყნეს. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ყალბი ინფორმაციების ამ მასშტაბის გავრცელება ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ერთი რამის დასტურია, რომ მათი მიზანია პროვოცირება, მოსახლეობის მოტყუება, როგორმე ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ძალადობრივი ქმედებებით მსხვერპლზე წასვლაც კი, თუმცა ოპონენტებს ქართული ოცნებიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ნებისმიერ გადაცდომაზე პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერ მათგანს მოუწევს. ძალადობრივი მშვიდობიანი რევოლუციიდან ძალადობრივ რევოლუციამდე გზას რადიკალები ამჯერად ყალბი რეალობის შექმნის მცდელობით გადიან. ყველანი რუსთაველზე, რადგანაც ყოფილებზე მესაუბრებით, მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის ერთობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, საზოგადოების დაშინების კამპანია. რეალურად გეტყვით, რომ ნამდვილად არაფერი არ მოხდება, ერთადერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. აღნიშნულ არჩევნებში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ გავიმარჯვოთ, ვიზეიმებთ გამარჯვებას, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა ყველა მუნიციპალიტეტში. პროვოცირებას ცდილობენ გარკვეული ისეთი დაძაბულობის, სადაც აუცილებლად იქნება მსხვერპლი. თუ ამ აქციის შინაარსი მიზანი წინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და პირდაპირ არის დაკავშირებული იმ შეკვეთასთან, რასაც საქართველოს გრევის პროცესის დაწყება ქვია, რასაკვირველია აქ სახელმწიფო იქნება შეურიგებელი. იძულებული გახდა ნაცმოძრაობა, რომ სადავეების ხელში აღების დემონსტრირება მოახდინოს. რა სისხლიანებიც იყვნენ, იგივე სისხლიანები დარჩენ, მათში არაფერი შეცვლილა. აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების რიგებში იპოვეს უამრავი ადამიანი, რომელიც მათ გვერდში დაუდგებოდა ამ არეულობის მოწყობის საკითხში. ვინაიდან მათ 1 და 2 წლის წინანდელი მასალის გამოყენება დაჭირდათ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ ფეიქზეა მათი ყველაფერი აგებული. ვცდილობა, რომ სპეცრაზმელების ესე იგი ვინაობა გაამჟღავნონ, ეს არის პირდაპირ დარტყმა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. მათთვის სახელმწიფოებრობა არაფერს არნიშნავს. ვინც რეალურ სამყაროში ცხოვრობს, მათ შორის ეს გენერლები, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რასთან აქვს საქმე და გაემიჯნენ. ვისაც ირეალურ სამყაროში უნდა ცხოვრება, საკმაოდ რეალურ ციხეში აღმოჩნდებიან, თუ ასე გააგრძელებენ. ეს არის კონვულსიაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის კონვულსიური ოცნებები,
ეს ადამიანები თუ დააკვირდებით, სადაც სისხლი იღვრება და სადაც უბედურება ხდება, ყველაფერი იმის მოტრფიალენი არიან და ყველაფერი ამის საქართველოში გადმოტანას სურთ. ხედავენ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის გაკოტრებული. ამიტომ ეხლა სპეკულაცია ხდება ახალგაზრდებზე, იმიტომ ახალგაზრდა მოწყვლადი არის, მისიც ასე თქვათ ახტინების გამოწვევა რაღაცა არასერიოზულ ლოზუნგებით ადვილი შესაძლებელია შედარებით. ამიტომ მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც სწორედ აი ამ ინსტინქტით მოქმედებს, ეხლა აქცენტს აკეთებს ახალგაზრდობაზე. 4 ოქტომბერი ეს არის თარიღი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. პროტესტის უფლებაც დემოკრატიულ საქართველოში ყველას აქვს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვინმე ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, მმართველი პოლიტიკური ძალის განაცხადი გაკეთებულია. შესაბამისი იქნება პასუხიც. ეს მაკუნა აბულაძე იყო. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას. ისინი ყველას მოუწოდებენ თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე. თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, რომელსაც თავს ახევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისმწამებლურ წინა საარჩევნო კამპანიად მოიხსენიებს. დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, რომ ალავიძეს სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრ და შეურიგებელ კრიტიკოსად გამოვლინდა, თუმცა მისი მოსამართლეობის პერიოდში, როგორც სტატუსშია ხაზგასმული, ის არ გამოხატავდა უკმაყოფილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა ალავიძის ძველი განცხადებები, როცა ის საჯაროდ ამტკიცებდა, რომ არასდროს განუცდია წნეხი. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, არჩევნების წინ ალავიძეს პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავება პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის აწევის მიზნით. როდის ცრუობდა თუ ცრუობს ბ ალავიძე, მაშინ თუ ახლა? ეს არის კითხვები, რომელიც პასუხგაუცემელია. სამაგიეროდ გვაქვს პასუხი ერთ ლოგიკურ კითხვაზე. რა მიზანს ისახავს ბესარიონ ალავიძის ამგვარი სისტემური კამპანია? გვაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ ადამიანებთან აცხადებდა, რომ ეგრეთ წოდებული NGO სექტორის, რომელიც ქართულ სინამდვილეში უკვე ცნობილია როგორც განსაკუთრებული დესტრუქციული ძალა, კაპიტანი გიგაურის და მისთანების ხელმძღვანელობით, დაპირებით და ხელშეწყობით საკუთარი თავის ჩაგრულად, მსხვერპლად წარმოჩენის და ამით სასამართლო სისტემის გაშავების სანაცვლოდ ის მიიღებდა პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ და უზრუნველ მომავალს. ამ საქმეში მას უშუალოდ ეხმარებოდა ეგრეთ წოდებული NGO სექტორის ერთ-ერთი სახე და ლიდერი კახა წიქარიშვილი, სასამართლო სისტემაზე განაწყენებული კიდევ ერთი ეგზალტირებული ადამიანი. ამაზე მე ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი, მაშინაც უჩვეულოდ გააქტიურებული ბ ალავიძის საპასუხოდ. დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით 2025 წელს საქართველოს მსოფლიოში 51 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 და ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს უსწრებს. ეს ქვეყნებია შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი და თურქეთი. დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსი აფასებს თუ რამდენად არიან ქვეყნები ერთგულნი ისეთი საჯარო პოლიტიკის მიმართ, რომელიც შექმნილია დემოკრატიული მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლებას და პროტესტის უფლებას. მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას უსწრებდა საქართველოს 2023 წელსაც. როდესაც ჩვენ ვხედავთ რეალურ შეფასებებს, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და განხორციელებულ რეფორმებზე, სადაც ეს პოლიტიკური ნარატივი არ შემოდის, რა თქმა უნდა, ყველგან საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრებით, თუმცა როდესაც პოლიტიკური ნარატივი შემოდის შეფასებებში, მაშინ რა თქმა უნდა განცხადებები კეთდება, რომელიც აბსურდულია. მე მგონია, რომ დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულებაც შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, რეფორმები განხორციელდეს და როგორც ბევრჯერ გვიტყვამს 2030 წლისთვის მზად ვიყოთ, როგორც ეკონომიკურად, ასევე განხორციელებული რეფორმებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ეს არის საოცრება, რაც ხდება, რასაც ჩვენ უყურებთ და ორმაგი სტანდარტის ისეთი მაგალითია, რომელიც ალბათ სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს.
რომ ევროპის საბჭოს ინსტიტუტები, უმაღლესი კვალიფიკაციის ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყველა კვლევითი ორგანიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ უშუალებელი რაოდენობაა მაჩვენებლების, რომელიც საქართველოს აყენებს პირველთა მოწინავეთა რიგებში. მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ საქართველოს ისევე როგორც უკრაინამ თავი გაწეროს გარკვეული დიდი იდეისათვის, რასაც ქვია ეს ომის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს და ამას არც მალავენ. ანუ ერთის მხრივ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებლები და მეორეს მხრივ გვაქვს ესეთი უტიფარი ორმაგი სტანდარტი. დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ საქართველოს ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა. ისინი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობას. ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, შემდგომი გეგმები ჩვენი გახლავთ მჭიდროდ თანამშრომლობთ გამოძიებასთან. ბუნებრივია ჩვენ აპელირებდით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამივე საფრთხეზე, ერთ შემთხვევაში ეს იყო მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც იყო მომეტებული ამ შემთხვევაში და ასევე მიმალვის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში სამივე საფრთხესთან მიმართებით ჩვენი არგუმენტაცია გაითვალისწინეს სასამართლომ და ბუნებრივია ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. რატიანის თქმით, მას დაწესებულებაში შეზღუდული აქვს პაემნით სარგებლობის უფლება. სახელმწიფო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის სექტემბერში ისარგებლა 3 ხანმოკლე პაემნის უფლებით, ერთი ხანმოკლე პაემანი კი საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უცნობი მიზეზების გამო გააუქმა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს, ისე ნებისმიერ პირს თავი შეიკავონ მსგავსი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა. კახა კალაძის განცხადებით 4 ოქტომბერს ქვეყნის და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის ერთ-ერთ გარდამტეხ დღეს თითოეული თბილისელის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს არის 26-ე საბავშვო ბაგაბაღი, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, რადგან იყო ავარიულ მდგომარეობაში. ბავშვები დროებით გადაყვანილია სხვა სივრცეში, სადაც აგრძელებენ აღმდელობით პროცესს. მოეწყობა ასევე გარე სივრცეც, სრულად რეაბილიტირებული იქნება, განახლებული, მოწესრიგებული ეზო და თქვენ იცით, როგორი სტანდარტები და მიდგომები გვაქვს ჩვენ საბავშვო ბაგაბაღებთან და ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც აღნიშნულ სექტორს შეემატება. დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც 2026 წლის ბოლოდან მოემსახურება 180 აღსაზრდელს, სრულად თავისებადი იქნება იმ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, რომელიც აუცილებელია აღსაზრდელთა უსაფრთხოებისთვის და ჯანსაღი საავზელო პროცესის წარმოებისთვის. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 3 მილიონ ლარს. ვახარებს ის ფაქტი, რომ ზუსტად 12 თვეში სატენდერო პირობებით ჩვენ ვიზეიმებთ ამ დასახლებაში ახალ თანამედროვე აბსოლუტურად შესაბამის თანამედროვე სტანდარტებთან ბაღს. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. კახა კალაძე ხვალინდელ არჩევნებზე საუბრობს და მოქალაქეებს მიმართავს. მისი თქმით, დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის თითოეული თბილისელის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როგორც თბილისის მერს მიამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო კაფეო კვალი თბილისს და დღეს როგორც თბილისის მერობის კანდიდატი თავს უფლებას ვაძლევ გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ. თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ ჭირდება თბილისს. უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებულ პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. 4 ოქტომბერი
მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის ცხოვრებაში. გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყოველთვის იქნება ღირსეული და საამაყო. ჯერა 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთეს მომავალს. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აჯამებს. დათო კოდუა ამორჩეველს მიმართავს. კოდუას განცხადებით კამპანიის პერიოდში ბოლო თვენახევრის განმავლობაში 140-მდე შეხვედრა გამართა და ქალაქის შეხვდა. ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მთავარი იქნება თქვენთან მუდმივი თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ქუთაისში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაწესებულებაში სრულად გარემონტ და სასწრაფო დახმარების, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, ასევე საოპერაციო ბლოკი. განახლებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სენტიმენტების გამო, არამედ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამატებითი კერა, სადაც იქნება ისეთი სერვისები, ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები, როგორიც არის ქირურგია ზოგადი პროფილის, სარეანიმაციო შესაძლებლობები გაჩნდება და ასე შემდეგ. ეს აი სწორედ აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაგვჭირდა, რა თქმა უნდა, რომ ამ საავადმყოფოს გასჩენოდა ეს შესაძლებლობები, შესაბამისად სამინისტროს ინიციატივით, მათ ჩვენი ჩართულობით შევძელით და გარკვეული ინფრასტრუქტურა განვაახლეთ. მიმდინარეობდა სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ჩატარდა ძალიან მაღალ საერთაშორისო დონეზე და პრაქტიკულად კლინიკა, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა თავის მაღალი დონის სპეციალისტებით და ასევე მიმართვიანობით, მინდა აღვნიშნო, რომ უკვე პრაქტიკულად მზად არის, რათა მიიღოს პირველი პაციენტები. აღჭურვილი არის შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით. მომდევნო წლებშიც გაგრძელდება ჩხობაძის კლინიკის სრული რეაბილიტაცია და ალბათ მიიღებს იმ სახეს, რაც წლების განმავლობაში თავისი მედიკოსებით ყოველთვის ჰქონდათ სახელი განთქმული ქალაქში. შესაძლებელი იქნება მოსახლეობისათვის, როგორც ქალაქის ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდება, რაც ითვალისწინებს როგორც რეანიმაციულ ხარდაჭერას, ასევე ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და კრიტიკული მედიცინის ხარდაჭერას. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმერეთის რეგიონს ესტუმრა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთის მთავრობის წევრები და ქართული ოცნების ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი ვანში იმყოფებიან და იქ ჩასახლებული დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობიან. მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით პრობლემური საკითხების ეტაპობრივად მოგვარებაზე ესაუბრა. შევხვდით ჩვენ დევნილ მოსახლეობას კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც მოვისმინეთ მათი გამოწვევები, პრობლემები, გადავჭერით მნიშვნელოვანი საჭიროება, სადაც ვახორციელებთ სახურავის სრულ რეაბილიტაციას, ასევე დამატებით სხვა პრობლემების, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჭიდრო კომუნიკაციის და მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში მყისიერად გადაჭრის. გავეცით დაპირებები, რომლებიც აუცილებლად შესრულება. ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ჩვენს დევნილებს ჰქონდეს საუკეთესო ცხოვრების პირობები. განათლების მინისტრის მოადგილე მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით წალკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მასწავლებლებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დავაჯილდოვოთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები. მოგიხსენებათ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით კამპანიას, რომელიც ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებას ეხება და ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგვირგვინდება თბილისში 27 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ამაღელვებელი თითოეული მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ ეს ჟესტი, ეს ნაბიჯი, ეს დღე ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია მნიშვნელოვანი და დაფასებულია.
ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა ვილისანიოლმა მოახლოებული თამაშების მნიშვნელობასა და ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი. ესპანელებთან შეხვედრა 11 ოქტომბერს, თურქებთან მატჩი კი 14 ოქტომბერს გაიმართება. ორივე თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ესპანეთთან და თურქეთთან გასვლით მატჩებში რთულია იმის თქმა, რა იქნება პროგრამა მინიმუმი. ეს განსაკუთრებით ესპანელებს ეხება, რადგან მათ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ. რაც შეეხება ხალიდ დოლტმურზაევსა და გიორგი გაგუას, ორივეს კიდევ უფრო მეტი განვითარება სჭირდება და ამის შემდეგ შესაძლოა სანაკრებო შანსი მიეცეთ. ოთარ კიტეიშვილი, როდესაც ჩემს განკარგულებაშია, თამაშის დაგეგმა გაცილებით მარტივია. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, იმედია მარტიდან შემოგვიერთდება. მან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებისთვის და ჩვენი მხრიდან მუდამ სრული მხარდაჭერა ექნება. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში 17 საათზე დაუბრუნდებით. დროებით.